რუსკა მოიცა წუთი აი პირველი 3 თვე გავიდა ხო და აჰა შენ იკუთვნილი 2000 ლარიანი უნიკალური ვაუჩერი ვაიმე მართლა უნიკალური ვაუჩერია სხვადასხვა უნიკალური 2000 ლარიანი და უნივერსალური ხო? უნივერსალური და უნიკალური რა თქმა უნდა და რატოა უნივერსალური? თუ უნიკალური რატოა? და უნიკალური? უნიკალური და უნივერსალური იმიტომ რომ ეს არის 2000 ლარიანი ვაუჩერი ღამიშოვი და დაადაშვილი ერთ და შეგწაიკითხე არაჩვეულებრივი ვაუჩერია აიმე ამ ვაუჩერით შეგიძლია რაც გინდა ის იყიდო სადაც გინდა შეგიძლია მიხვიდე რუსკა შეგიძლია იყიდო მობილური შეგიძლია იყიდო კაბა ნებისმიერი კაბა რა თქმა უნდა ცემენტი შეგიძლია იყიდო შენი შავი კარკასისთვის ეს ყველაფერი რა თქმა უნდა უნიკალური და უნივერსალური ვაუჩერით შეგიძლია იყიდო აი მაგას გავატარებ ახლა მე ამ ცემენტებს და რაღაცებს აი მე რა გინდა იყიდე ოღონდ მარტო ხვალ რატო ან დღეს ან ზეგ რატო არა იმიტომ რომ მარტო ხვალ არის 1 აპრილი 1 აპრილი ხო? ხო, ეხლა ვნახოთ ერთი როგორ წაიყვან შენ გადაცემა. მოიცა რა საკეთებ? მოიცადე სარკე სადარ? რა სარკე, ეხლა წაიყვანე 1 აპრილი, ხვარი ხვალ წაიყვანე ეგეთი გრიმით. ნახვამდი. მოიცადე, კაცო, მოიცადე. Las Vegas-ში გათენდა ამოვიდა ვაშინგტონში შუა დღეა დაწვიმაც წამოვიდა ამსტერდამში ახლა 7 საათია ვიტრინაში გადა მონიკა ჯენიფერი სამანტა გაბრიელა და ნატია თორტიოში შუა ღამეა რობოტებსაც ეძინება სეულში ფიქრობ ბატონებო და ბატონებო ოთარ დადიშვილი აგრარულ უნივერსიტეტს დაუბრუნდა ავტორიზაცია, ულოცავ ყველა სტუდენტს ამ უნივერსიტეტის. დაუბრუნდა ეს ავტორიზაცია უნივერსიტეტში და თავიდან ვერ იცნო თავის უნივერსიტეტი ავტორიზაცია. ასე დგას, ასე შორიდან უყურებს უნივერსიტეტს და ახლოს არ ეკარება ავტორიზაცია უნივერსიტეტს. ასე შორიდან ვერ ცნობს, ახლოს არ ეკარება. და ამ დროს გამოვიდა კახა ბენდუხიძე, რექტორი უნივერსიტეტის და ასე მამაშვილურად უთხრა ავტორიზაციას. მოდი, ჩამეხუტე შეჩახო. როგორც კი ეს სიტყვები გაიგო ავტორიზაციამ, ეგრევე შეეცვალა გამომეტყველება და მამა და გაეშურა და ასე კახა ბენდუხიძემ რა თქმა. კარგი. დენი გაიაფთა ნახევარი თეთრით. მე ამოვისუნთქე და ძალიან ბედნიერი ვარ. აქამდე თუ მიმქონდა სახლში 3 კვერცხი, ახლა მე მაქვს 3 კვერცხ ნახევარი. და ერთგვარი ბიზნეს გეგმაც კი ჩამოვაყალიბე, ძალიან მარტივია. მიგაქვთ სახლში 3 კვერცხ ნახევარი, შემდეგ ყიდულობთ ნახევარ ქათამს, რომელიც დააჯდება ამ 3 კვერცხ ნახევარს. შემდეგ გამოიჩეკება ნახევარ წიწილა. ამ ნახევარ წიწილას მერე გადაცვლით ნახევარ გოჩში, ან ნახევარ ძროხაში და რა გინდა ნახევარი ცხოვრება აწყობილია. მთავრობის გადაწყვეტილებით იწყება ქართული კინოს აღორძინება. მაგრამ სანამ ახალ სცენარებს დაწერენ ამ ფილმებისთვის, მანამდე გადაწყვეტილი აქვთ რომ გადაიღონ ყველასათვის საყვარელი, ძველი, ქართული და უცხოური ფილმები, ანუ რიმეიკი მოხდეს ამ კინოფილმების და რაც ყველაზე მთავარია, რომ უფრო შესაბამისი მსახიობები და ადამიანები შეასრულებენ როლებს ამ ფილმებში, ანუ ლოგიკური მსახიობები იქნებიან. აი, მე მაგალითად
გავიგე რამდენიმე ფილმის შესახებ და ახლა მოგახსენებთ მე გეტყვით ფილმს და შემდეგ მოგახსენებთ მთავარი როლის შემსრულებელს. მაშ ასე დავიწყოთ, ანუ ვინ ვის როლში იქნება. კინოფილმი ჭრიჭინა, ეკა ბესელია. ბომბორა, კობა დავითაშვილი. თარგმანში დაკარგული, შალვა ნათელაშვილი. ბეჭდების მრძანებელი, გია სურამელაშვილი. სიზმარა, გუბას სანიკიძე. ჩემი მეგობარი ნოდარი, ხადური. სიყვარული ყველას უნდა, ელისო ჩაფიძე და ანი მიროტაძე. გედების ტბა, ნინო ანანიაშვილი და გედევან ფოფხაძე. ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა. აბა თუ მიხვდებით გუგული მაღრაძე, რა თქმა უნდა. რაც გინახავს, ვეღარ ნახავ, მიხეილ სააკაშვილი. ბიძინა თომას ქოხი. ბიძინა ივანიშვილი. და ბოლოს ბინძური ცეკვები. და სანამ ამ ფილმებს გადავიღებთ, გაგიკვირდებათ და ჩვენ ვიწყებთ ღამის შოუს. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ. ოცნება კარგია, მაგრამ ხანდახან მიწაზეც უნდა დავეშვათ ხოლმე. და რუბრიკის სტუმრები არიან ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები კობა სუბელიანი და გია თევდორაძე. გთხოვთ. გაეშვით მიზანს. დავეშვით. მოაღწიეთ მოკლედ ჩემამდე, მოაღწიეთ. სანამ ოპოზიციაში არ გადახვედით, მანამდე ვერ მოგიყვანეთ. ხო და ახლა ოპოზიციაში ხარ და თავამაც მოხვედით. დალიეთ არაჩვეულებრივი წყალია, ჭორვილიდან გამომიგზავნის. თავშევი. კარგი, თქვენ შეგიძლიათ ახლა მიულოცოთ ტელეიმედს იუბილე 10 წლის არის უკვე და რა ვიცი, მაინც საინტერესო იქნება დეპუტატები როგორ მიულოცავენ. ბატონო, თქვენგან დავიწყებთ და შემდეგ ბატონო გია გააგრძელებს. გილოცავთ, გისურვებთ ბევრ რეკლამას, ბევრ შემოსავალს, ობიექტურობას. რა ვიცი, მეტი რა გისურვებთ, მშვიდობას თავარია. მშვიდობას. ბატონო გია დაამატებთ რამეს? ხო, ეხლა პრინციპში აქტუალური ისიც არის, რომ დაპირებების შესრულებაც უსურვოთ, რაც მთელი საქართველოს ინტერესებს. ბევრ გასართობ გადაცემას. დიახ. და კიდე, რა ვიცი, დიდხანს მრავალჟამიერი ყოფილიყავით ქართულ ტელესივრცეში. დიდი მადლობა. საგანგებოსავით გამოვიდა, მაგრამ კარგი. კარგი გამოვიდა, კარგი. ესეთი ჩასასმელი, პრომოში ჩასასმელი მილოცვა. ახლა ეს მითხარით, მართალია რომ პარლამენტში ჟანგბადი არ არისო? გვეტყობა რამე? გვეტყობა რამე? ხო, რა ვიცი, თქვენ არ გეტყობათ, მაგრამ აი მე მყავდა მაგალითად კოალიცია ქართული ოცნების დეპუტატები, რომლებმაც თქვეს, რომ პარლამენტშიო, დარბაზშიო, ხომათა დარბაზშიო არ არის ჟანგბადიო. მაგათ კი ეტყობათ ესე ჟანგბადი. ესე იგი, აი, ისეთ კანონებს იღებენ. მაინც მაგარია მიშა. აი რაც გინდა თქვი და მიშა მაგარია. როგორ ააშენა ეს შენობა ასე, რომ ვიღაცისთვის ჟანგბადი არის, ვიღაცისთვის არ არის. ჩვენ ნეპოტიზმი.
ნეპოტიზმი. ნეპოტიზმი. ისე აშენა რომ ვიღაცისთვის არის ჟანგბადი, ვიღაცისთვის არ არის. ჩვენ ნაწილში კარგად უბერავს, ჩვენ სადაც ვიყავთ, კარგად უბერავს, ასე ვთქვათ. აი ფლიგელში სადაც ჩვენა ვართ, იქ კარგად უბერავს. კარგი, აი ხომ ტრადიციულად სოხომე შეკითხავს. ჩვენთან კარგად უბერავს, იქეთ კარგად უბერავენ. კარგი, ასე შეიძლება რომ. ესე შეიძლება. კარგი, ერთი ტრადიციული შეკითხვა მინდა დაგისვათ და აი ყველაზე კარგად ვინ ხუმრობს პარლამენტში? რავი, შენ უნდა ნახოს ხტომების ტელეტრანსლაცია და მიხვდები ამას. არა, მე ჩემი აზრი მაქვს, ბატონია, რა თქმა უნდა, მაგრამ მე თქვენი აზრი მაინტერესებს, რომ ვინ ხუმრობს პარლამენტში ყველაზე კარგად? ან გდებავთ დღეს მთავრობაში, გდებავთ ოპოზიციაში? მე მიუხედავად იმისა, რომ სახუმაროდ სულაც არ აქვს საქმე ჩემო ოთარ, მეგონი პრემიერ-მინისტრი ხუმრობს გადასარევად მთავრობაშიც, პარლამენტშიც და როცვალდა. აჰა. ნახე როგორ დაიწყო ტაში ვიღაცას და შეეშინდა გაჩერდა, უცებ. იუმორის გზნობა აქვს. იუმორის გზნობა აქვს. იმერელი კაცია. კარგი, ოპოზიციაში ვინ ხუმრობს ყველაზე მაგრამ? მაგლოგიკით მიშა ახლა მაგლოგიკით ოპოზიციაში ბევრი ხუმრობთ. ხო, მაგრამ საპირწონე პრემიერ-მინისტრის მაინც პრეზიდენტია, მეთანხმებით? გეთახმებ. აჰა. აქ ტაშის წამოწყებაც კი არის. არამც თუ ესეთი შეშინებული, არა, ტაშის წამოწყებაც არის ხო. ისე მე ბატონი გია დამეთანხმება, როგორც ქუთაისის ყოფილი მერი, ხო? რომ ძალიან უყვარს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ქუთაისი. ძალიან უყვარს. აი რამდენიმე ჩამოვწერე, რამე არ გამომჩეს თქო. სტადიონი ხო გაურემონტა? გაურემონტა. სპორტის სასახლე ხო აუშენა? კი ბატონო. აუშენა. პარლამენტი ხო გადაიტანა ქუთაისში? კი ბატონო. გადაიტანა. ქუთაისის მაჟორიტარის სურათი ჯიბით ხო დააქვს? კი ბატონო. ჰა? და მეტი რა გააკეთოს ამ კაცმა მითხარ? ჩვენ არც არასოდეს ვთვლიდით რომ იგი რაც შეუძლია არ აკეთებს ქუთაისისთვის. კარგი, იუმორისტულ გადაცემაში ვართ, ბატონო. ცოტა რაღაცა ისე ის რას ვთვლიდით, რას არ ვთვლიდით, არ გვინდა. ბატონო, მე ვიცი რომ თქვენ აგროვებთ ანეკდოტებს. კი ბატონო. კი არ ვაგროვებ, თავისით გროვდება. თავისით გროვდება. კი ბატონო, მოყევით. მაგალითად, ერთ სვანს უთქვამს ახლა ხანს, რომ ჩაი ისე მიყვარს, ხანდახან ფერსაც კი არ უშვებიო. და ერთი ნამდვილი ამბავია, რეკავს სვანი, თავის მეგობართან თუ მეუღლესთან თუ ოჯახისთან და ლაპარაკი შეგიძლია, ეკითხება. ეგან უპასუხა, ალბათ კიო რა. მისმინე მაშინ. ეს ძირითადად ის არის, საქმე მაგას ნამდვილი ამბებია და ნუ ანეკდოტები. კიდე განაგზეთ, შეგიძლიათ. და თუ გამახსენდებათ რამე? თუ გამახსენდება გზა და გზა ვიტყვი. ერთი ანეკდოტი მომიყვანს სხვადასხვაში. ჩემი მეგობარი მოყვა. გაგავალიანი, ავჩელება ძველია, მაგრამ ჩემთვის ახალი იყო შემთხვევაში. ხო. ადრე ხო ეცდარსებობდა ეგეთი ლოზუნგი, დავეციოთ და გაუსროთ ამერიკას. და ერთ ქუთაისელ ებრაელს უთქვას, რომ დაგენაცვლებო, რომ დაეწევეთ, გამიჩერეთ და იქ ჩამოვალ მეო და თქვენ გაათ. რო ასე გავასწორდეთ, დღევანდელი პერიოდისთვის აქტუალურია უთა რო იცოდე შენ. რო გაასწრებთ, წადით მე თქვენ. კარგი, ქუთაისელი რამდენი ხართ პარლამენტში? ქუთაისელი რამდენი ვართ და 3. 3 ხართ თუ? მეტია. 3 ვართ ხო იცი? ტრეცინ ბუძეში ეგეთი ამბავია. აჰა. ის მოყვა. ანუ თქვენს დაიწყეთ ხო რუსულად ლაპარაკი უკვე? ის მოყვა. ხო, შენს გადაცემაშიდაც იყო სხვათა შორის. დიახ. იმასთან დაკავშირებით. აბა მითხარით? ერთმა ძალიან კაი კაცმა, ქუთაისელმა კაცმა, უმრავლესობიდან დეპუტატმა გამოთქვა ეგეთი მოსაზრება, რომ ქუთაისში შეიძლება პორტი აშენდეს პარლამენტის მაგალითად. ეგეთი მოსაზრებაც არსებობს ახლა არ მინდა ამასთან დაკავშირებით. რაღაც კომენტარს და შეფასებას არ გავაკეთებ თავი. როგორც მithქვენ, ზავით რამდენად სწორია ეს კაცი, როდესაც პირდის თურმე თავის უბანში გადმოხედავან იქედან მეზობლები და ომარი, ჩაუშვი, ღუზა დაუძახება. მანქანა გააჩერა თურმე და მეზობელმა გადმოზახა. ღუზის ჩაშვება და გავიწყდა. ღუზა ჩაუშვი კარგია. ღუზა ჩაუშვი. კარგი, გეგმაში რა გაქვთ მომავალში, რას აპირებთ? მომავალში ვაპირებთ იმას, რომ ვიყოთ ოპოზიცია, რომელიც არ გაქრება. აჰა. სამწუხაროდ ბოლო 20 წლის მანძილზე
ოპოზიციური მოძრაობები მოდიოდნენ, მიდიოდნენ და ქრებოდნენ, რაც ქვეყანას ეს 20 წელი რო ახსენე არ მომეწონა ეს. რაც ქვეყანას უთხარს რა უნდა დაეკითხა, იცი? როდის დაპირებ დაბრუნებას ხელისუფლებაში? ეგ იყო კითხვაზე. ხო და მივალ მაქამდე რა, ოპოზიცია უნდა არსებობდეს. ნელა მიდის, ნელა ოპოზიცია უნდა არსებობდეს აუცილებლად, ამას ეთანხმება ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა. ოპოზიციის გარეშე ზოგადად ქვეყნის წარმატება არ არსებობს და ეს ხელისუფლების ინტერესშიც უნდა შედიოდეს წესით. ოპოზიცია არ გააქროს, არ მოაშთოს, ასე რომ ვცდილობთ და მაგრად გავართ და ამ იმედი მაქვს რომ მაგრად ვიდგებით ბოლომდე. ძალიან კარგი. ძალიან კარგი. ეხლა ცოტა გავხალისდეთ, თორე უკვე დავით პაიჭაძე მგონია თავი და მიმყავს საუბრები დავით პაიჭაძესთან ერთად. რავი, შენ ძიმე კითხვებს გისვამდა, იმიტომ არის ეგრე რა. ძალიან ძიმე კითხვები. რა ხდება ქუთაისში ახალი მომიგებ? ახალი რა ხდება ქუთაისში და რა ვიცი ხა თუ კი ადევნებდი თვალყურს ძალიან საინტერესო პროცესი დაიწყო ქუთაისის სპორტის, კულტურის და ახალგაზრდობის სამსახურის უფროს დაუძახეს. დიახ. რატო არ მიყავდა ხალხი ქუთაისიდან თბილისამდე ტრაფარეტიდან ტრაფარეტამდეო? არ იცი ეგ ამბავი არ გაგიგია? კი, გამიგია. როგორ გამიგია? ესე იგი, თურმე ტრაფარეტიდან ტრაფარეტამდე არის მანძილი 220 კილომეტრი და მერია, როდესაც ანგარიშწორებას ახდენდა ერთ-ერთ კომპანიასთან 250 კილომეტრი იყო იქა ჩათვლილი, იმიტომ რომ გადაყავდა ძირითადად მსახიობები, სპორტსმენები, უცხოელი სტუმრები ან აეროპორტში ან თეატრში ან სპორტის სასახლეში და ეს 30 კილომეტრი ქუთაისის თქვათ შვაგულიდან თბილისის შვაგულამდე დაახლოებით ეგ მანძილი იყო. მერე დაიწყეს 10,000 ლარი გირავო შეუფარდეს აი ბიჭ ახალგაზრდა კაცს თემურ ცავციშვილს და დაიწყეს იქა მეგობრებმა რაღაც ფული შეგროვა, იმიტომ რომ მართლა არ აქვს ამას მატერიალური საშუალება და ეგეთი ამბები და ერთი მეგობარი მივიდა და თემურო უთხრა ფულის ვერ შევაგროვებ, მაგრამ ტრაფარეტი რო გადაგიწევ სამტრედიაში ეგ ამბავი უფრო არ წაგეხმარება უთხრა. აი, ობა, როგორ შეეგუე ქუთაისი? ქუთაისი? საცხოვრობ, სასტუმროში. წყალტუბოში. წყალტუბოში ქირაობ. წყალტუბოდან ქუთაისში მიმავალო ქარო. ქირაობ წყალტუბოში, ესე იგი. პრინციპში შესაძლებელი რა მქონდა მე ისეთი რეჟიმით ცხოვრობდი, რომ ხან წალენჯიხაში ვიყავი, ხან ქუთაისში, ხან ჩხოროწყუში, ხან ბათუმში. თბილისში ნაკლებად ვიყავი ხოლმე, ასე თუ გზაზე ვიყავი გადებული რო იტყვიან და დიდათ არაფერი შეცვლილა, შეიცვალა ის რომ ჩავალ და სტაბილურად ორშაბათიდან პარასკევს აღამოს ჩავთვლით ვარ და წყალტუბოში რატო იმას იღებ? წყალტუბოში არა, იაფია უფრო წყალტუბოში ქუთაისთან შედარებით და იმიტომ. მათაშორის არიციან გიაზე მე მგონი რომ გია არის ძალიან ძლიერი მოაზროვნე, ხო? ინტელექტ კლუბში თამაშობდა, შეკითხვებს ამზადებდა, ერთხელ მეც დამისვა შეკითხვა რომელიც გამოვიცანი სხვათა შორის და ასე შემდეგ. არა. აი ხედავ სად გამომადგა ეს ისე რა ქვია პასუხი რო გაეცი ამ შეკითხვას, ისე მიმტევებელი და ტოლერანტული ხარ დღეს, ძალიან ტოლერანტული. როგორც ყოველთვის. როგორც ყოველთვის. როგორც ყოველთვის, ბატონო გია. მოკლედ, ხალხო, ეს იყო რუბრიკა, რომ ოცნება კარგია, მაგრამ ზოგჯერ მიწაზეც უნდა დავეშვათ ხოლმე და რუბრიკის დავეშვით, თან დავეშვით. რუბრიკის სტუმრები იყვნენ დეპუტატები კობა სტუბელიანი და გია თევდორაძე. დიდი მადლობა. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ ევროპის ჩემპიონები ჭიდაობაში, შესაბამისად მომავალი პარლამენტარები. გიორგი ედიშერაშვილი და დათო მარსაგიშვილი, გთხოვთ. მოკლედ ეს ევროპის ჩემპიონები გახდით თუ არა და ეგრევე მოხვედით ღამის შოუში ოთარ დადიშვილთან ერთად. მე ვარ ოთარ დადიშვილი, სასიამოვნოა თქვენი გასწრება. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ეს რამე ახალი ის არის, იმიჯი გაქვს ახალი თუ, იმიტომ რომ ჭიდაობის დროს არ გეხურა ეგ ქუდი. ჭიდაობის რო დაკრძალულია, თორე სიამოვნებაა. აკრძალულია, თორე მაქულით იჭიდავებთ, ხო? თან განათება რაღაც და ეს თვალს უჭრის და. აჰა, განათება. მე მეგონა იტყოდი რომ განათებაა და გეჩვენება ქუდიო, თორე ისე უქუდოთ არის მოსულიო. კარგი, მოკლედ გილოცავთ კიდევ ერთხელ ხალხო თქვენი აპლოდისმენტები.
უმაგრესი ბიჭები ყავს. მოჭიდავეები, რა თქმა უნდა, ყველას გვინდოდა მეტი ოქრო გვინდოდა, მაგრამ ნუ ეხა მაქსიმალისტები ვართ. ქართველები სხვათა შორის მე შემთვის ის ოლიმპიადის ბრინჯაოს არ მომილოცავს, ხო? ისე წავიდა. აღარ მოხვედი. თუ არ დამპატიჟეთ. დაგპატიჟეთ და არ მოხვედი. დამპატიჟეთ. არ მოხვედი, არ მოხვედი. დაგპატიჟეთ და არ მოხვედი და გამოვუშვი მანუჩარ ხასაია. ცხადაია, ხო, ხასაია რა კაი გვარი მოვიგონე უცებ. მანუჩარ ცხადაია გამოვუშვი, შენ თვითონ არ მოხვედი. კარგი, როგორ აღნიშნეთ? მოდი აქედან დავიწყოთ რა. დაიწყედა. აი როგორ აღნიშნეთ ხა შეჯიბრის მე რაღაც მაინც და მაინც არ აღნიშნია მე იმიტომ რომ ძალიან დაღლილები ვიყავით. არ არის პრობლემა. კი. ძალიან დაღლილები ვიყავით. ნუ აღნიშნეთ რა თქმა უნდა მეგობრის ოჯახში. და რა ვიცი ცოტა ასე ვთქვათ წავიხევსეთ და დავლიეთ. ერთი სიტყვით დავიწყეთ დალევა, მოწევა, ქალები და ესე გავერთეთ. რაც გვაკლია ძირითადად შევივსეთ რა ეხა. ის ოქროს მედალი მარტო იმიტომ ღირდა რომ დაგელია მოგეწია და ქალები და ეს არის ჩვენი სიამოვნება და განტვირთვა ეს არის ძირითადად. თორე იმ ოქროს ვერ გადავადა. ძირითადად ედოს უყურებდა სპორტსმენებს კიდე და ნუ ამოვიდა ყელში და ცოტა ხანი ხო შეიძლება რაღაც ჩვენს მივცეთ თავს ისე რომ დავისვენა. კარგად დაგისვენიათ. ვაგრძელებთ კიდე არ დამთავრებულად. პროსტა ეხლა ცოტა ხანი მოვიცალეთ. ანუ ეს გაგრძელების პროცესში ვართ ხო? კარგი, შენ ყაზბეგელი ხარ, ხო? დიახ. ყაზბეგში როგორ აღნიშნეთ? არ ვიცი. თუ არ ჩასუხარ იქამდე. არა, არ ყოფილა, არ მეცალა იქ ყაზბეგში ვეღარ მოვიცალე რომ წავსულიყავი ყაზბეგში, უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მქონდა აქ. მომოწევა და ქალები, რა თქმა უნდა. უფრო მნიშვნელოვანი იყო და ნუ სად გამექცევა ყაზბეგი ჩავალიქაც და ნუ რაიონიდან ვინ ჩამოდიან ახლა წასვლა აღარ უნდათ მე სოფელში. სოფლელები ვიჩაგრებით მოკლედ, ნუ. გიორგი, შენ საიდან ხარ თამაში? მე ქართველი ვარ. ამა თვითონაც არ იცი საიდან არის რა. ჯერ ვარკვევ. გამოკლევებში ჩართული მიყავს ხალხი. მე მგონი უფრო სომეხია თუ. თუ ციგანი. არ ვიცი, სადაც იქეთ არის. ავი ხან ციგანიო და ეხლა ვეღარ გავიგე სომეხი და ციგანი. მომისმინეთ. ეხლა ერთმანეთს არ დაცხობთ. არა, ეს. იმიტომ თქვენი გამჩერებელი მე არ ვარ. ის რა ქვია, ის აი როგორი ორგანიზებული იყო ეს? ანუ ეხლა ტელევიზიით რაც ჩანდა გასაგებია, მაგრამ თქვენ მაგას როგორც უშუალო მონაწილეები ყოფილი ხართ ამ ორგანიზაციის დონით. სტუმრები რას ამბობდნენ? არ ვიცი სტუმრები რას ამბობდნენ. ამე პრეტენზია ხო არ ქონდათ? ნუ ჩვენ ახლა ყოველ შემთხვევაში ქართველებს ყოველ გონია რომ ყოველთვის კარგად ჩატარდა ყველაფერი და კარგად ჩაიარა და უცხოელების აზრი არ მომისმენია, არ ვიცი. ნუ ღვინო იქნება ულები, რას თავარია. ნუ ღვინო მიქონდათ რა, რაც ვიცით, მაგას კითხულობენ, სად არის ღვინო. მე ყველაფერი კარგია იქ, ხო იცი, რო დალევა, ჩქას მე მიდის რიხინით ყველაფერი. მე ერთადერთი რა მახსოვს, იცი რომ აჭარაბეთში რო დარეკა ვიღაცამ, რომ ისო ბომბიაო ჩადებული. ისეთი ამსმენია მე არ ხო, მე ვიყავი სხვა შორის მაგას. აი ჭიდაობის პერიოდში დარეკა ვიღაცამ და აჭარაბეთიშიო ბომბიაო ჩადებულიო და შენ ვის მოუგე ფინალი გიორგი? ბელორუს სპორტსმენს ანდრეევს. შენ? მე სომეხს. ხო და სომხური აქცენტი ქონდაო იმას ვინც დარეკაო. სომხური ქონდა ხო? მომისმინეთ, მაყურებელზე რა სიტყვით? დაგეხმარათ ქართველი მაყურებელი? კი, მე ვფიქრობ ძალიან დაგვეხმარა ქართველი მაყურებელი, ინგრეოდა დარბაზი. თავიდან კი იყო განცდა სანამ გავიდოდით, ფიქრობდი რომ მეთქი იქ გამსვლელი არა ვარ, როგორც აქ შემოსვლა რომ მიჭირდა ეხლა. სად შედიხარ თამამად ბოლო მითხარი? სახლში. ლეიბზე კი შევდივარ ხალიჩაზე თამამად, მაგრამ მაინც ეს ოვაციები რო იყო თავიდან რაღაც კომპლექსები. უცხოეთში უფრო მარტივია? სოფლების ბრალია მე მგონი, ხო ეს რაიონიდან რო ვარ ჩამოვიდა. ბატონო, უცხოეთში უფრო. მიწის. თავიდან მიწის ადაპტაცია და მე უკვე თუ გაიხსნა მე კიდე შეიძლება. მე ძალიან უცხოეთში უფრო გიადულდება გასვლა, სადაც ქართველი არ არის ბევრი? არა, საბოლოო ჯამში როგორც გამოჩნდა, როგორც გამოჩნდა. ნუ შენ ქალაქში რა, შენი ქვეყნის დედაქალაქში, თორე ჩამოსული ხარ ახლა გავიგეთ ყველა. ხო. არა, ყაზბეგის დედაქალაქიც არის თბილისიც. ყაზბეგის დედაქალაქიც არის. ხო და შენი ქვეყნის საქართველოა ყაზბეგი. საქართველოს ეკუთვნის. აჰა, გასაგებია. რაიონია ბრო. გასაგებია. კარგი, გიორგი, რამდენი კილოგრამი ხარ შენ? 55 კილოგრამში ასპარაზი. ანუ შენ ხარ 55 კილოგრამი. აი გოგოებო, გასკდით გულზე. 55-ია. შენ და თუ? მე 84.
84. ეს კატეგორია რო სადამდე მიდის 84-მდე? 84 უნდა ვიყო ხო შეჯიბრის დღეს და ისე 90 ვარ. ეგრე მეც 61 ვარ. ბევრი მოჭიდავე მიდის პოლიტიკაში მერე. ესეთი ისა გვაქვს ჩვენ, რა ქვია, წესები საქართველოში. და სხვადასხვა უმრავლესობაშიც არიან, უმცირესობაშიც არიან. ანუ ყოველთვის მთავრობაშიც არიან ხოლმე და თავიდან მთავრობაში არიან და მერე გადადიან ოპოზიციაში, უმცირესობაში ესეთება. დიდხანს ვერ ძლებით. თქვენ რას აპირებთ? აპირებთ? რა თქმა უნდა. ნუ ჯერ სანამ შეგვიძლია ეს სპორტი ვიჭიდავებთ და მერე უკვე სასმელზე რო გადავერთებით უფრო, მერე უკვე გადავალთ პოლიტიკაში. აი, გიორგი, მე შენი აზრი მაინტერესებს. ორგანულ კანონში ეს ცვლილებები საჭიროა თუ ვენეციის კომისიის დასკვნას უნდა დაუჯეროთ? ვიცი, უნდა დაუჯეროთ, მე მგონი უფრო მაინც. უნდა დაუჯეროთ, მაინც ვენეცია, ხო? რა იცი, რა ხდება? შენ რა სასამართლოების შესახებ? სასამართლოების. რა შეცვლიდი შენ რო იყო ახლა დეპუტატი? მაგალითად ეროვნულ დემოკრატიული პარტიიდან რო გახდე ყაზბეგის მაჟორიტარი. რა შეცვლდი სასამართლოში? ხო. გავანთავისუფლებდი ყველას ვინც არიან. მე ეს ხო ისედაც გააკეთეს, კაცო. ჯერ ვერ გააკეთეს ბოლომდე და მე დავაჩქარებდი ამ ყველაფერს და მოვალ მე და მივხედავ მე ეხლა ეს არ არის. რომ მოვალ რო ჩავიდი საქართველოში მე რაღაცას მოვიფიქრე. კარგი. ახლა მართლა სერიოზულად მაინტერესებს, რომ რამდენად რთული, მართლა ძნელი იყო ხო ამ ოქროს მოპოვება? გიორგი შენ დაიწყე. გიორგი, სულ შენ იწყებ ხოლმე. მე რა ვიცი, შეჯიბრი ისე ჩამოთარა და არც გამიგია. კარგი პასუხია. იმიტომ რომ ეხლა მე ჩემი აზრით შემოგულშემატკივრა მოიგო ის ევროპა არა თუ მე. ხედა? მე ამას ვიტყოდი. ესეც ხდება თურმე. კარგი ნათქვამია. ანუ მე შენი გულშემატკივარი ვარ და ჩემი წილი მაქვს იმ ოქროს მედალში. მომიტეხავ, გადავადნო თუ როგორ მოვიწევ. ნუ გატყდება რაღაც. გატყდება. გათხოვებს ხოლმე. თვეში ერთხელ შეიძლება რომ წაიღოთ და სახში ჩამოგიდოთ. როგორც სტენლის თასია ხოლმე, ხო? გასაგებია. იმოგზაუროს მედალმა. შენც არ გახსოვს? როგორ არ მახსოვს, ყველაფერი მახსოვს დეტალურად. ყველაზე მეტად რომელი გაგიჭირდა, რომელი ეტაპი? ნუ ფინალში გადასასვლელი, ნახევარფინალი. რუსი სპორტსმენი იყო, ვისთანაც ჰქონდა ადრე წაგებული ევროპის ფინალი. 2 წლის წინ. და აქაც მე ვფიქრობ, მაყურებელმა იქონია დიდი როლი, რომ დავამარცხე სპორტსმენი და გავიდე ფინალში. და შემდეგ ჩემპიონი. ფინალში უკვე გახდი ევროპის ჩემპიონი. პირველად გახდი ხო ევროპის ჩემპიონი? მეორედ. მეორედ გახდი ევროპის. შენ არ ყოფილხარ ოლიმპიური ჩემპიონი? ჯერ. არა. ჯერ. მომისმინეთ, ეს მართალია რომ ჭიდაობა აღარ იქნებაო ოლიმპიური სახეობაო? მართალია კი ლაპარაკეთ, მაგიტო დავიწყეთ უფრო დალევა და მაგიტო გადავყევით ახლა. მაგიტო დავიწყეთ ესე. ხო და რატო? ნუ რა. ანუ ქართველები რახან მაგრები ხართ ამაში, ამიტომ? არა. აბა? ნუ ავიცი, უბრალოდ ფედერაცია ფილას გადაყენება უნდა და პრეზიდენტის. რაღაც მაქინაციებში იყო გახვეული და ასე თქვა. მარტო ეგაც არ იქნებოდა. ხო, რა თქმა უნდა, ნუ ერთ-ერთი მიზეზი ეგ იყო, რომ და კორუფცია. ნანამ საბოლოო ჯამში მე მაინც გონია რომ არ იქნება მოგებული. მოფიქრება უნდა რაღაცას. და ეს მოხდება, გადაწყვეტილია თუ? არა, ჯერ არა. რა ვიცი, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება. ხალხო, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოჭიდავეები სოფლიოში გვყავს ჩვენ, ქართველებს. და ნუ წაგმართმევენ ჩვენ კუთვნილ მედლებს, ნურც ოქროს, ნურც ვერცხლს და ნურც ბრინჯაოს. ახლა მე მინდა რომ თქვენ შორის უძლიერესი გამოვავლინო. ორივე ევროპის ჩემპიონი ხართ, ნუ სმაში ახლა არ გამოვა აქ. ეს წყალია, თუ გნებავთ დალიეთ. სუფთა წყალია. ხო, რა ვიცი, სუფთაო, რუსკა მაყაშვილი ასხავს ხოლმე ამ წყალს და რა ვიცი, მე მითხრა სუფთაო. მაინც გარეთ. მაინც გარეთ დავli. მაინც გარეთ დავli. ხო და ეცი რა არის ხა თქვენ შორის ჭიდაობა არ იქნება სამართლიანი, იმიტომ რომ სხვადასხვა წონითი კატეგორია ხართ და. ასეთი ერთი ცნობილი ტეკენი რო გათამაშოთ რა. კომპიუტერული თამაში. რა სიტყვით? შვენიერია. აბა გამომართვით. ტეკენი რომელია გამახსენა? აი ხლავე გაგახსენ. გადააწოდე? აი უკვე ვიწყე? ანუ ეს ხარ შენ, ხო? კინგი ხარ შენ? ურა დადო. აი ნახეთ როგორ იცავს, იცავს, ედი შერაშვილი, მაგრამ ბოლომდე მარსაგიშვილი. მე რომელი? მე ვარ ვებხვი ხარ. მე ვარ ვებხვი. ოპა, ვებხვი რომელია? მე. მაშინ ედი შერაშვილიუტევს ხალხო. შეჯიბეს ვებხვი ვიყავი წავიდა. და არტყი რა.
ოპა, ნახე, როგორ უყვართ ერთმანეთს. არა, ვინ მოიგო პირველი? მოვიგე. ეს პირველი იყო? მე ვარ. აპლოდისმენტები გიორგი ედიშერაშვილს. მეორე რაუნდი წავიდა. ორ მოგებამდეა, აბა? სადამდეა? ორ მოგებამდეა. ორომდეა. თქვენთან ასასი არ არის? პერიოდებია. აბა? ავიკეთლე. რას გიშვება? კაი ბიჭი ხარ. ბიჭო, რა შემუთა, ნახე. რაღაც ყოჩაღ დათო. ნახე. ბოლომდე. იმას აქ ხმალი და ეხა რა პონტია რა. არ ვიცი, იდი იჩხუბე. ეგრე ხო არ შეიძლება ერთხელ ხომ მოუგედა, მეორეჯერაც ხმალი აქ იმას და ეგრე მეჩხუბება. მიდი. ერთიც. ერთიც. რომ მესამე რაუნდი ვიხილოთ, გადამწყვეტი. არა, მესამე არ მაწყობს, უკვე გათიშული ვარ. მე მოვიგე. მოუგო. და ადგავებ ხო? გადამწყვეტი რაუნდი. კაი ბიჭი ხარ. აი, აქტიურად. და ხმალი რო აქ მაგონში ცოტა ვიჭერები და მე სისხლის დენის ამბავში. მაგრამ კაი ბიჭი ხარ. არ მინდა თავის მართლება, ევროპის ჩემპიონი კაცი ხარ, მიდი იჩხუბე. არა, ცოტა რო იქნებ რაღაცნაირად. ხმალი მაგრამ ჭრის და ბევრს აკალებს ხმალი გამჭრის იმისია, აბა რა ხმალი. ბევრს დაჭრი, ბევრს. ნახე როგორ ხტუნავ შემი. ნახე. როგორ? აუ, ხმალი, კაი რა. როგორ ნერვიულობს, ნახე. ერთ. ვინ გახდება აბსოლუტური ჩემპიონი ევროპის? გამანახე. ეგ არ ითვლება რა. არათანაბარი ბრძოლა ხმლით მეჩხუბებოდა ცარიელ ხელს. რა ვქნათ, არა უშავ. მე მაინც ორგზის ვარ და შემეთქვა. მოვეცით, ორგზის არის თან ოლიმპიური ბრინჯაოც თან ახლავს. არა, რა ეს დაჩაგორები ხო ყველგან არის რა. რითი დაიჩაგრევ? ხმლით. პირველი რაუნდი რომ მოუგე? ეგ ახლა შემთხვევა. პირველი წავახალისეთ. კარგი, ახლა მითხარით მომავლის გეგმები რა გაქვთ? უახლოეს მომავალში რა ხდება? რამე ტურნირია, რით გაგვახარებთ და ამა გისმენთ. ჯერ კალენდარი ზუსტად არ ვიცით, მაგრამ სექტემბერში. როგორ არის? სექტემბერში. არა, ეს კი. უბრალოდ შეჯიბრების კალენდარი. 31 შეჯიბრების კალენდარი. შაბათი, ხო? არა, კვირა. სექტემბერში არის სოფლიო ჩემპიონატი. სადაც მიდიხართ? რა თქმა უნდა. არანაირი შესარჩევი აღარ გინდათ, არანაირი შესარჩევი იქნება. ლიცენზია აღარ გინდათ, ხო? ჩემპიონებს უნდა ლიცენზია? არა, ლიცენზია საქართველოს უნდა იყო პირველი რო წახვიდნენ სოფლიოზე. აჰა. ჩვენ შევეცდებით რომ დავამტკიცოთ რომ ანუ ევროპის ჩემპიონმა საქართველოს თუ წავაგო სოფლიოზე არ წავა. ვერ წავა კი. ვა, როგორი წესებია. დემოკრატია, ვინც მოიგებს ის წავა. გასაგებია. დემოკრატია, ვინც მოიგებს ის წავა. მოკლედ, ხალხო, კიდევ ერთხელ თქვენი აპლოდისმენტები ამ არაჩვეულებრივ ქართველებს, არაჩვეულებრივ სპორტსმენებს, რომლებმაც ეგზომ გაგვახარეს ევროპის ჩემპიონატზე და 2 ოქრო გვაჩუქეს. გიორგი ედიშერაშვილი და დათო მარსაგიშვილი. დიდი მადლობა. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ, არაობიექტურები რო არიან, თორე ჩემი შვილი ვიზე ნაკლები იყო. რუბრიკის სტუმრები არიან საბავშვო ახალი ხმის მწვრთნელები დათო ფორჯხიძე, სტეფანე ეკაკახიანი. გთხოვთ. გამარჯობა, როგორ ხართ? კარგად. როგორ ხართ? მე მინდა რომ განსაკუთრებით მივესალმოთ ეკაკახიანს, რომელიც პირველად არის ჩემთან სტუმრად.
რასაც ვერ ვიტყვი სტეფანეზე და დათო ფორჭკიძეზე. დათო, შენ მე მგონი უკვე აღარც გესალმება ეს ხალხი, ისე მიჩვეულია. შენ და მერაბ სეფაშვილი რა, ძირითადად. ასე ხართ ხოლმე სტეფანე არის მესამეჯერ, ხო? თუ მეორეჯერ? ვერ ვითვლი. ვერ ითვლი. კარგი, მომიყევით ახლა. და მე რატო არ მპატიჟებდი აქამდე? მანდა მაინც ჟიური უნდა ყოფილიყავი, მწვრთნელი რა დაგეპატი. აი ესეთ გემრიელ ლუკმას ვინახავდით ბოლოსთვის, ქალბატონო ეკა. ბოლოსთვის. ნუ როგორ ხართ? მიხარით ახლა, როდის გადიხართ ეთერში, როდემდე გრძელდება და ასე შემდეგ. იწყება სამშაბათს თუ არ ვცდები. ორში გავდივართ ეთერში. ვიწყებთ ძალიან სერიოზულ მუშაობას, უსერიოზულ შეიძლება დავიწყებთ. უკვე დავიწყეთ პრინციპში და მე მგონია რომ ძალიან ისიამოვნებს მაყურებელი. მაყურებელი ისიამოვნებს, მეც არ მეპარება. ისე რამდენ ადამიანს გაუხარდება ახლა თქვენი დანახვა? მე დარწმუნებული ვარ, რამდენი მშობელი გაგინებთ ახლა. ზუსტად გეტყვით ციფრს. ძალიან მაგის მეშინოდა სხვათა შორის რომ შეიძლება რაღაცა მომხდარიყო, მაგრამ ჯერჯერობით სიმშვიდეა გადაარჩი. ეგ უბრალოდ შენამდე არ მოსულა. ეგ ინფორმაცია. ხო, არა, მე ისეთები მოვისმინე, ისეთებს მოვუსმინე მშობლების საუბარს თქვენზე რომ ახლა ყველაფერს არ ვიცი. ნუ ყველა შვილი ხო ნიჭიერია რა თქმა უნდა, ყველა შვილი უნიკალურია, ჩემი მათ შორის, ჩემი შვილები მათ შორის. სტეფანე შენ რაღაც გაზრდილი მეჩვენები. აი უკვე ჟიურიშიც მარტო დაგვსვეს, ხო ხედავ? რა სიტყვი? შეეშვი. სუთხასიაძეა? არა, უბრალოდ გისმენთ რა ვიცი. სტეფანეს როდის ვეჩხუბები, კაცო, მე სტეფანეს უხსნი ყოველთვის. მე სინამდვილეში ბენდს მინდა მივესალმო, იმიტომ რომ საქართველოში ძალიან მაგარი ბენდია ეს და მინდა რომ აპლოდისმენტები კი ბატონო. ერთადერთი მაგარი რაც შემიძლია ამ გადაცემაში ვთქვა, დანარჩენი ყველაფერი ბანალურია, ვზივარ ჩუმად და გისმენთ და სიტყვი. აჰა, გასაგებია. ეს შენ ხარ ბანალური თუ ჩვენ? მე ვარ კაცო. არა, ჩემი ალბათ საუბარი ამ ყველაფერთან. არა, რატო, საინტერესოა. ვიცოდი რომ უნდა ყოფილიყავი და ვზივარ აგერი. კი ბატონო. კი ბატონო, ქალბატონო ეკა, თქვენ ხართ ახლა მწვრთნელი. ხო, თქვენი ქალიშვილი არის ჟიურიში. რუსთავი ორზე. რამე განხეთქილებაა ოჯახში? ოჯახში წარმოიდგინეთ რომ სასწაული ხდება, იმიტომ რომ რაღაცა ესე მოხდა დაემთხვა რომ მე და ნინი ესე აღმოჩნდით ორ ესე ძალიან სერიოზულ მუსიკალურ პროექტში, მაგრამ აი რა ხდება სახლში წარმოიდგინე, იმიტომ რომ მე ჩემი ბავშვების ჩანაწერები სახლში ვუსმენ, რაღაცა სიმღერებს ვარჩევ, ცალკე ნინი თავისი დისკებით 80 შემსრულებელს, ანუ კონკურსაც მოусმინა ერთ დღეს. სახლში იყო ეს ყველაფერი, ის თავის ოთახში ჩართული ამას უსმენს, მე ჩემ და არის ერთი ამბავი და ძალიან შეწუხნა ჩვენი ოჯახის წევრები, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ რა ხდება. წარმოვიდგენია. სხვათა შორის ერთხელ თქვენზე ბრეჟნევმა თქვა? დიახ. ნუ მარტო თქვენზე არა, მთელ ანსამბლზე, ანსამბლი მზიური გვახსოვს ყველას. არაჩვეულებრივი ანსამბლი ერთხელ თქვენზე თქვა, რომ აჩვენეთ ეს ბავშვები მსოფლიოს და ომი აღარ იქნება. იმის მერე დაიქცა მთელი მსოფლიო. თუმცა რა მე მოხდა 80-იან წლებში, 90-იან წლებში, არა, ეს ხუმრობით რა თქმა უნდა, ეს ნიჭიერი ბავშვები მოდიან, აი ისეთი ბავშვები მოდიან, რომ ვაჩვენოთ სოფლიოს და ომი აღარ იქნება. იცი რა, აი მაგასთან დაკავშირებით ფიქრობდი, რომ იქნება ეს ვათქვევინოთ, ძლივს თავი დამიქნია რაღაცაზე წამოვიკიდე, მე მგონი საუბარი. არა, ნამდვილად ეს ბავშვები ყველას გააოცებენ. ნამდვილად 100%-იანი გარანტია ამისი შეგვიძლია გითხრათ, რომ ესეთი ბავშვები, აი ხო იყო დიდებზე ამბობდნენ როგორი ბავშვები მოდიან, ესეთი ბავშვები ნამდვილად არავის არ უნახავს საქართველოში აქამდე ესეთი რაოდენობა. ძალიან კარგი. მეც გაოცებული ვარ, მაგრამ არ მეგონა თუ აი ამდენი ნიჭიერი ბავშვი ერთად შეიკრიბებოდა და ისეთ მე ხა მივხვდი რას ნიშნავს კომპიუტერი და ინგლისური. ამ ბავშვების გარანტია. კომპიუტერი რას ნიშნავს ეს ფრაზა თქო და მივხვდი რომ აი ამ ბავშვების ნიჭიერების თვითონ მოდიან ისეთი მომზადებულები რომ ფაქტურად მართლა ხელი არ უნდა შეუშალოთ. რამოდენიმეს ეხა ბევრნი იყვნენ და ნიჭიერებიც დარჩენ გარეთ, ესეც უნდა ვთქვათ. თვითონ პრინციპი არის შოუსი ისეთი, რომ შეიძლება რაღაცა გამორჩეს. განა იმიტომ რომ ვერ მოისმინო, ნუ შეიძლება ბევრს ეგრეც ეგონოს რომ დავყრუდით ან რაღაცა, მაგრამ ისეთი მომენტია ზოგი რაღაც განყოფილების ბოლოში გამოდის, თავში აი ყველაფერს მნიშვნელობა აქვს რა, რომ თუ არ დაემთხვა რაღაც ვარსკვლავები და ისე ბევრი ეს რასაც შენ ამბობდი დიდების არა, ნუ
ესეთი შოუ ყოფილა, ეხლა და სტეფანესი არ იყოს ბანალურია, მაგრამ უნდა ვიმეოროთ ეს, იმიტომ რომ არ დარჩეს ვიღაცა შტაბეშტილება, რომ ჩვენ შეგნებულად ვიღაც ნიჭიერი გარეთ დარჩა. მაგრამ იმდენი ნიჭიერი ჩვენთან არის, რომ თან მე აღმოვაჩინეთ, რომ სამივე მე ხარ როგორც გაუზიარეთ ერთმანეთს, რომ აი კიდე რო გვეგონა რომ მაგარი არ არის, მოვიდა და გითხარ რომ არც ეგრეა საქმე და მოგვასმენინეს თავის თავები და ანუ ჩვენ განკარგულებაში ახლა არის ის რომ შევძლებთ თუ არა იმას რომ ამ ბავშვებს არ შეუშალოთ ხელი რომ იმათო სასწაულები ჩაიდინონ. აი სასწაულებს გააკეთებინათ. თავარი ჩვენ სწორად სწორ გზაზე დავაყენებთ. აი ყველას ბოდიში და პირს დავაღებინებთ ისეთ რაღაცებს. ძალიან კარგი, ძალიან კარგი, ძალიან კარგი. მე ძალიან მიყვარს ეს პროექტი, შემიყვარდა პირველი დღიდან წინა სეზონში. და კარგია, რომ ჩვენ თავამაჩებულია, თქვათ მე გამეხარდა, რომ შეიძლება თქვათ ამ ბავშვებზე, რომ ვაჩვენოთ სოფლიოს და ომი აღარ იქნება. ეხლა დავწყდარდი, იმიტომ რომ იმ დღეს ისეთი რამე ხდებოდა თქვენ კორიდორში, რომ ერთი კარგი სამოქალაქო ომი ხელში გვეჭირა, რო არა ეს ბავშვები, მშობლების გადამკიდე, ისევ და ისევ. რა თქმა უნდა. წამყვანებზე მინდა ახლა კითხოთ ხო, შოუს განუყრელი ნაწილია და წამყვანს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ხო, მეთანხმებით ხო, დათო სტეფანე, რომ ძალიან შეიძლება კარგად იმღეროს ადამიანმა, მაგრამ შოუ ვის მიყავს, ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და როგორ მიყავს. მე ჩემი მოსაზრება მაქვს, ანუ წაიყვანს სამორი ბალდე და რუსკა მაყაშვილი. სამორი არაჩვეულებრივი არჩევანია, მე გეთანხმებით ამაში, რომ ძალიან ნიჭიერია, მღერის, ცეკვავს, არაჩვეულებრივად. აი ეს რუსკა რა გითხრათ რა. ძალიან კარგი. არა, მე ჩემს გეტყვი. არა, ჩემი აზრი მაცადეთ. არ ჩაგრავ, ჩემი აზრი მაცადეთ რა. აი რაღაცნაირია, ხო ხვდებით? არის აი პრეტენზიულია. არა. არის რაღაცნაირი ჭიჭყინა. თან მეძვირეა. ანუ სულ ითხოვს ხოლმე რომ აი მეტი გადამიხადეთ. აი თან რა არიცი? აი რაღაცნაირი ისეთი ნიჭიერი გოგოა, იცი? ხო, ნიჭიერი გოგოა. კიდე? ნიჭიერი ისეთი ლამაზი, კარგი ტანი, ცეკვავს, მღერის, არაჩვეულებრივი გოგოა, სადიპოვეთ ეს გოგო, ძალიან მაინტერესებს. სადიპოვეთ, არაჩვეულებრივი წამყვანი, გარანტირებული გაქვთ უკვე მაღალი რეიტინგი. ფრთხილად იყავი. დიდი მადლობა რუსკა, ფრთხილად ვარ, დიდი მადლობა. ვინ გადაწყვიტა ეს წამყვანები ზოგადად? რაც კასტინგი ჩაატარეთ თუ? მე არ ვიცი ვინ გადაწყვიტა, მაგრამ ვფიქრობ რომ ძალიან სწორად გადაწყვიტა. გარდა რეიტინგისა, გარდა მისი უშუალო მოვალეობისა, რომ კარგად წაიყვანო შოუ, მე რასაც უყურებ, ეხა კულისებს მიღმა, აი ბავშვებს ის ძალიან უყვარს და ეს ხარში ედგა და ძალიან ამხნევებდა და ისე აი თითოეულ ბავშვზე სახელი ახსოვს, გვარი ახსოვს, ვინ რა სიმღერა ასე რომ ეს ვითომ შენი პირფერობა სინამდვილეში მართალი ხარ როცა აქებ ნიჩში და რა თქმა უნდა მე არავის არ მეპირფერები მე ყველა სიმართლეს სცენარო ეს ვითომ არ გინდოდა ამის თქვა მაგრამ შენ გინდოდა ამის თქვა იმიტომ რომ გიყვარს ძალიან რუსკა რა თქმა უნდა არაჩვეულებრივი მე მინდა რომ თქვა მართლა ძალიან კარგი წამყვანები ყავს იმიტომ რომ ბავშვებს ძალიან უყვართ ორივე და რაც თავარია ისინი ძალიან ამხნევებდნენ იმიტომ რომ ზოგი გადავიდა ზოგი ვერ გადავიდა სანამ გამოვიდოდნენ კიდე ხო უნდა გაემხნევებინა და ისე ჩვენ რო გეკითხები ჩვენთვის არავის არ უკითხავს რო იცოდე ამიტომ თუმცა საწინააღმდეგო არაფერი არ გვეკითხებოდა პირიქით ნუ თქვენ რასაც გეკითხებიან ისიც ძალიან დიდი საქმე გაქვთ გასაკეთებელი ასე რომ ყველა ჩვენი მისია ერთი თხოვნა მაქვს მე თქვენთან ჩემი მეგობრები ცხოვრობენ საზღვარგარეთ დანიაში მათი ბავშვი მღერის ხო და ნუ ახლა ვერ ჩამოვიდენ აქ კონკურსში მონაწილეობას ვერ იღებს ეს ბავშვი და არც აქვს პრეტენზია რომ რაღაც კონკურსის გამარჯვებული გახდეს უბრალოდ აი ბარემ გაიგეს რომ გეყოლებაო მწვნელებიო ისე მწვნელები ქვიათ ხო და არა ჟიური და არა მასწავლებლები ის გეყოლებაო მწვნელებიო ახალი ხმისო და იქნებ მოასმენო უბრალოდ იქვე შენთან შემიფასონო თითო სიტყვით იმიტომ რომ თქვენას ძალიან დიდ პატივს სცემს ეს ადამიანი ჩემი მეგობარი აი ძალიან გთხოვთ გაუშვათ ვიდეო რომელიც გამომიგზავნეს страшная такая, птица такая, сильно страшная, сильно страшная, знаю, скоро тебя потеряю, сердце не хочет понять, знаю, ах, какая ты женщина, какая ты женщина.
შემიძლია თქვა, ბავშვი აშკარად ძალიან გრძნობით მღერის. სინობას დიდი მნიშვნელობა. დანარჩენს ისწავლის? უგრძნია ძალიან, ხო, დანარჩენს. მე ერთ რამეს ურჩევდი, ყველა ნიჭიერი გარბის საზღვარგარეთ და მაგას უკვე კარგად აქვს საქმე და რაღაც ჩამოდის იქვე. არ ჩამოდის არა, შემაფასონი. ხო, მიაწვეს აწვება. სტეფანე, შენ რა ხდება? მეც მხოლოდ პოზიტიურს მეც ვერაფერს. ანუ მოგეწონა. რა თქმა უნდა. აქვს მომავალი. ყველა ბავშვი არის გენიალური, უნიკალური და არც ამ ბავშვს არაფერი არ ჭირს დასაწუნი ნამდვილად. კარგი, ერთი ადამიანია კიდე ძალიან უკმაყოფილო თქვენით. მართლა? კი, მხოლოდ ერთი. შობელია თუ თვითონ ბავშვი? არა, მონაწილე იყო. აი, გაუშვათ ფოტო მაქვს მხოლოდ და თუ შეიძლება ფოტო იმ ადამიანის. ესე იგი. ესე იგი ძალიან უკმაყოფილოა. ძალიან, აი ხო ეთყობა როგორი უკმაყოფილოა. ესე იგი რატო? ეხა გეტყვით. მეო ისა ვარო, რა ქვია, 9 წლის ვარო. 9 წლის ვარო და არ მიმიღესო იმაშიო, შოუშიო, ანუ კონკურსზეც არ გამეშვესო. 9 წლის ბავშვი. რომელი წლიდან რომელ წლამდეა ბავშვთა 8 წლიდან. 8-დან 15-ის. მე ვარ 9 წლისო და არ მიმიღესო. უბრალოდ 29 თებერვალს აქვს დაბადების დღე. ამასთან 9 ჯერ მოუწია და გონია რომ 9 წლის არის. მოვიდეს შემდეგ. რამეს ურჩევთ, შეხედეთ რა შეხედეთ. ნახეთ რა კარგი გუწია. მე ურჩევ რომ იმუშაოს თავის თავზე და შემდეგ წელს აქვს შანსი. იმუშაოს თავის თავზე გარეგნობაზე? გარეგნობაზე, შინაგან მდგომარეობაზე. მოგლეთ, მე მინდა დიდი მადლობა მოგახსენოთ მობრძანებისთვის, სტეფანე, დათო, ეკა, მართლა ძალიან დიდი სამუშაო გაქვთ წინ, ძალიან დიდი, ანუ რასაც აკეთებდით, აკეთებდნენ და დაუშვათ ახლა უკვე შენთან ერთად გააკეთებენ დიდების ახალხმაში, მე მგონი ორმაგი და სამმაგი ენერგია დაგეხარჯებათ, იმიტომ რომ ბავშვებთან მუშაობა მაინც უფრო რთულია, უფრო ფაქიზია და უფრო საპასუხისმგებლოა. და ბოლოს ეკა მინდა კომპლიმენტი გითხრა, რომ რა ვიცი, შენ არიცვლები, როგორიც ხარ, აი ესეთი ხარ სულ. არც თვეები გემატება, არც წლები გემატება. ძალიან მიხარია, როცა გხედავ. მე დავამატებ, რომ ძალიან დიდი სიმშვიდე და ჰარმონია შემოიტანა და ჩვენც დავწყნარდით და წყნარად მუშაობთ ცივი გონებით. ეჭვიც არ მეპარება. ეჭვიც არ მეპარება. სტეფანე, დათო ფოჭხიძე და ეკა კახიანი, დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. განვაგრძოთ ჩვენი დღევანდელი გადაცემა და ახლა მინდა შემოგთავაზოთ უკვე ტრადიციული ჩვენი გადაცემის ტრადიციული კონცერტი, რომელსაც წაუძღვება მე უკვე მომბეზრდა ქეთი კანტიძის გამოცხადება, რა თქმა უნდა, ჩემთან ერთად წაუძღვება რუსკა მაყაშვილი. შემოდი გოგო. ასე გამიგეთ, ხო. დავიწყოთ ჩვენი ტრადიციული კონცერტი. დავიწყოთ. მაშ ასე. ძვირფასო მეგობრებო, დღეს შესრულდა 56 წელი, რაც ზემო ვოლტამ გამოაცხადა საფრანგეთისგან დამოუკიდებლობა. მართლა? წავიდეთ ზემო ვოლტაში. აღარ არსებობს. მართლა და რა მოვიდა? 20 წლის შემდეგ ზემო ვოლტა მობეზრდათ და სახელი გადაირქვეს და ახლა ბურკინა ფასო ქვია. ბურკინა ფასო. ამასთან დაკავშირებით გთავაზობთ ახალგაზრდა ქართველ შემსრულებელთა კონცერტს. ზემო ვოლტადან ბურკინა ფასომდე. დიახ. კონცერტ გახდის ანსამბლი მთიელი. აბაოთ რა ხა მითხარი პირველად ესე რა გახსენდება მთიელზე ბლოკბასტერი, ლუდი თუ ხინკალი? რა თქმა უნდა ხინკალი. რა თქმა უნდა, მთიელზე რა თქმა უნდა ხინკალი. სიმღერას, რომელსაც ანსამბლი მთიელი შემოგთავაზებს, ეწოდება აჭარული. რუსკა, ახლა შენ მითხარი, აჭარულზე რა გახსენდება? ხაჭაპური, ცეკვა თუ შავი კარკასი? კარკასი ოთარ, კარკასი. მაშ ასე, ჯგუფი მთიელი, აჭარული.
ზედნები თემაჩი პონის ზედნები ამასებს რომადები ნახავერ მოსავიდა თაფლები განმაგზოთ. ოთარ, შენ მეუღლესთან ერთად თუ მღერი ხოლმე? საათ კაცო. სახლში. სახლში. როგორ არ მღერი? ოღონდ მხოლოდ აგვისტოში. აგვისტოში რატო? იმიტომ რომ მეზობლები გასული არიან და არ მეშინია. ჩვენი კონცერტის შემდეგი მონაწილეები კიდე მთელი წლის განმავლობაში ერთად მღერიან გიორგი წერეთელი და ლოლა. სხვათა შორის გიორგიმ როგორ არის სწორი გიორგიმ თუ გიორგმა? გიორგი მოთარ. გიორგიმ ეს სიმღერა გუშინ დაწერა და დღეს უკვე ღამის შოუში გაიჟღერებს არაჩვეულებრივი სიმღერა, ანუ ეს არის სიმღერის პრემიერა.
სახე ნათელია და მიძახე ჩემი დარდი კრემა როგორც სამთელია დაგინახე ჩემი ღვარდი არასოდეს მიმღერია ასე დაგინახე ჩემი ღვარდი შენი გოსნა წამალია და მიძახე შენ და მოვა დალია თუ აბდალია დაგინახე ჩემი ღვარდი ეს სიმღერა სიყვარული გვავსებს ჩემი ღვარდი ჩემი სახე ნათელია და მიძახე ჩემი დარდი კრემა როგორც სამთელია დაგინახე ჩემი ღვარდი არასოდეს მიმღერია ასე დაგინახე ჩემი ღვარდი შენი გოსნა წამალია და მიძახე შენ და მოვა დალია თუ აბდალია დაგინახე ჩემი ღვარდი ეს სიმღერა სიყვარული გვავსებს რუსკა არსებობენ ადამიანები რომლებიც ჩვენ მეხსიერებაში განუყოფელია რაიმე ნივთთან ან ინსტრუმენტთან მაგალითად სტალინი და ჩიბუხი ჯონ ლენონი და მრგვალი სათვალე გია სურამელაშვილი და მენდელეევის სისტემაში ნებისმიერი მეტალი მაგალითად, ნუ გასაგებია, მაგრამ ანუ შენ გინდოდა გეთქვა რომ ჩვენი კონცერტის შემდეგ მონაწილეს რადიო დარდიმანდის მუსიკალურ წამყვან დიტო ქისიშვილს. ჩვენი მეხსიერება აკორდეონთან ერთად ინახავს ხომ ოთარ? დიახ, რუსკა. შენ შეცდი ოთარ, იმიტომ რომ დღეს დიტო ჩვენთან აკორდეონის გარეშე მოვიდა, მაშ ასე დიტო ქისიშვილის სიმღერით თუშური. Ishliano
სპორტში ვждებით, რაც თავარია. ეხლა უნდა გითხრა გამოცანა. რა უნდა მითხრა? გამოცანა. მრგვალია და ჟრიამულის ხმა ისმის. აბა რა არის? პარლამენტი. კიდე ნუ პარლამენტიც არის და კიდე თუ პარლამენტი არ არის და კიდე. შეიძლება პარლამენტიც იყოს, მაგრამ კიდე. წრეში ბურთი. კიდე? კიდე? ცირკი. და მოიგე, შენ მოიგე არაფერი, მაგრამ ესა რა ქვია, ჩვენი დღევანდელი სტუმრები არიან. და ჩვენი დედაქალაქის სტუმრები არიან და 21 აპრილამდე დარჩებიან ცირკი კრაკატუკი.